ფოთის მერიის ინიციატივით ჰიდროგრაფიული სამსახურის საკონფერენციო დარბაზში ქალი მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მენტორი ნინო მიქავა უძღვებოდა. შეხვედრის მეორე ეტაპი გაიმართა კეფალის ფესტივალის ორგანიზატორთან ნანა ტაბიძესთან. მან ფესტივალის შესახებ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მთავარი აქცენტები ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარები და კონტაქტების დამყარების შესაძლებლობები იყო, როგორც ბიზნესის ზრდის მთავარი ინსტრუმენტები. ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და ორგანიზებით ფოთელი მეწარმე ქალბატონებისთვის ჩატარდა ვორქშოპი. ვორქშოპის მთავარი მიზანი იყო ამ ქალბატონების ერთმანეთთან დაკავშირება, ნეტვორკინგი, ასე ვთქვათ, და იქვე გამოიკვეთა, როგორი მნიშვნელოვანი არის ერთმანეთის გაცნობა, თანამშრომლობა. ვორქშოპის ბოლოსაც უკვე რამდენიმე, ასე ვთქვათ, დაწყვილებული ბიზნესში პარტნიორები გამოვლინდა, რომლებიც ერთმანეთს დაეხმარებიან, ითანამშრომლებენ, გააერთიანებენ მათ სერვისებს და ასე შემდეგ. და მივხვდით კიდევ ერთხელ, ესე იგი, როგორი მნიშვნელოვანი არის ასეთი პლატფორმა ურთიერთმხარდაჭერის, თანამშრომლობის და დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება. ქალბატონები უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს და შეიქმნას ფოთელი მეწარმე ქალბატონების მხარდაჭერის და ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმა. ფოთის მერიის მხარდაჭერის ჰიდროგრაფიული სამსახურის საკონფერენციო დარბაზში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა შედგა, რომელსაც მენტორი ქალბატონი ნინო მიქავა უძღვებოდა. შეხვედრის მეორე ეტაპი კეფალის ფესტივალის ორგანიზატორთან ქალბატონი ნანა ტაბიძესთან გაიმართა. ფიქრობ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე აღმოჩნდა. მადლობთ შესაძლებლობისთვის. მოგესალმებით. ამ დღეებში ჩატარდა მერიის ეგიდით ქალთა მეწარმეთა შეხვედრა, ტრენინგი. ძალიან საინტერესო, მე მაგას დავესწარი და დაიბადა აზრი, რომ გავაგრძელოთ ეს ისტორია, უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთი, ქალები მეწარმეები და კეფალის ფესტივალმა დაპატიჟა ქალბატონები ჩემ ბაღში და ჩვენ ჩავატარეთ პატარა ლამაზი შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ წვრილმანებზე, სადაც ვიმსჯელეთ ბიზნეს გეგმის, ასე ვთქვათ, თემაზე, სადაც ვიმსჯელეთ ის ნიუანსებზე, რომელიც სჭირდება ქალთა მეწარმეებს. ძალიან საინტერესო მგონი გამოვიდა ეს შეხვედრა და იმედია, რომ ჩვენ ამ შეხვედრებს კიდე გავაგრძელებთ, ვინაიდან ქალბატონი ნინო მიქავას ხელმძღვანელობით და მისი იდეით უნდა შევქმნათ ქალბატონების ნეტვორკინგი, ასეთი საზოგადოება, ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ დავეხმაროთ ქალები მეწარმეები ერთმანეთს. ძალიან კარგია, მე მგონი ფოთისთვის. აღსანიშნავია, რომ უკვე 4 წელია ფოთის მუნიციპალიტეტი წარმატებით ახორციელებს ქალ მეწარმეთა გაძლიერების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაფინანსება 15-მდე ბიზნეს იდეამ მიიღო.